აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებებსა და სამინისტროებს შორის მორიგი ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა. ტრადიციული ტურნირი უკვე მე-6 წელია ტარდება და მასში ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სამსახურის გუნდები მონაწილეობენ. დასრულდა მორიგი ტურნირი აფხაზეთის სამინისტროებსა და უწყებებს შორის მინი-ფეხბურთში. ტურნირი წარიმართა ძალიან ემოციურად, ძალიან დაძაბულ სიტუაციაში. გაიმარჯვა ფინანსთა სამინისტრომ. წლევანდელი ასპარეზობა 3 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. პირველად ტურნირის ისტორიის მანძილზე ჩემპიონი გახდა და თასი მოიპოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდმა. მეორე ადგილზე გავიდა დევნილთა დეპარტამენტის გუნდი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავეს განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა. მიმდინარე წლის ჩემპიონატში ჩვენმა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფეხბურთის გუნდმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა. ძალიან დაძაბულ ასპარეზობაში ჩვენ ძლიერთ ერთ-ერთი უძლიერესი ჩვენ სტრუქტურებში გუნდი, დევნილთა დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდი. არ არსებობს რომ დაიხარჯო მოედანზე და მაყოფილი არ იყო ფეხბურთის თამაშისგან. განსაკუთრებით მიხარია პირველი ადგილი. ნაბიჯ მიდიოდა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამისკენ და როგორც იქნა იმ პიკს მივაღწიეთ, ანუ ჩემპიონები გავხდით. დიდი მადლობა ამ ტურნირის ორგანიზატორებს ყველას, თითოეულ გუნდს, მონაწილე გუნდს და მოწინააღმდეგეს. მინდა მადლობა გადავხადო ყველას აბსოლუტურად აფხაზეთის მთავრობის თითოეულ სტრუქტურას და ყველას აბსოლუტურად ვინც მონაწილეობა მიიღო ამ თამაშში. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის მხარდამჭერები არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფეხბურთის ფედერაცია.